ჩვენთან არჩევანის სტუდიაში იმყოფებიან იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელზეც ახლა გიგი გულავაც საუბრობდა, რომელთაც უკანონო მოსმენების წინააღმდეგ ახალი კამპანია წამოიწყეს და მე ახლა უკვე მას წარმოგიდგენთ. ეკა გიგაური, კახა კოჟორიძე, ლაშა ტუღუში, ვახუშტი მენაბდე, აგრეთვე სოროსის ფონდის იურისტი ნიკა ჯეირანაშვილი და ხელისუფლებიდან ჩვენი სტუმრები არიან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ბესელია, ოპოზიციიდან გიორგი ვაშაძე და აგრეთვე სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნათია კაციტაძე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ გიგი უგულავამ აგრეთვე ისაუბრა იმ სავარაუდო უკანონო მოსმენებზე, რომლებზეც საუბრობენ არასამთავრობოები, ამიტომ მე დავიწყებ მათთან საუბრით, ამ კამპანიის ავტორებთან საუბრით და შემდეგ გადმოვალ უკვე თქვენთან. როდესაც ეს კლიპები გამოვიდა ეთერში, ინტერნეტში, პირველი რამაც ჩემი ყურადღება მიექცია, იყო ის, რომ კლიპები იწყება იმაზე საუბრით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საშუალება მოусმინოს ერთდროულად 21,000 ადამიანს გაიგოს სად არიან ისინი და ასე შემდეგ. მაგრამ თავად ლოგოშიც, რომელიც ამ კამპანიას ასახავს, მიწერილი არის ჩვენ გვისმენენ, აი ამას ხედავს, ისევ გვისმენენ უბრალოდ მაყურებელი და კლიპებიც მთავრდება ასე, რომ ნუ გვისმენთ, არ არის იქ საუბარი იმაზე, ნუ მოგვისმენთ, არა, ნუ გვისმენთ, რაც ნიშნავს იმას, რომ გვისმენენ. თავისთავად ტექნიკის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ გვისმენენ. ხო და აი ქალბატონო ეკა, თქვენგან დავიწყებოდით, იმიტომ რომ ერთ-ერთი კლიპის ბოლოში თქვენ ამბობთ სწორედ ამ ფრაზას, ისევ გვისმენენ. რა ფაქტებზე დაყრდნობით ამბობთ, რომ ჩვენ დანამდვილებით გვისმენენ. ეს მხოლოდ შეგრძნება. პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ გვაფიქრებინებს ის ფაქტები, რომ კიდევ გვისმენენ, ანუ რამოდენიმე ფაქტი. პირველი ის, რომ ჩვენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ქონდა კომუნიკაცია მობილურ ოპერატორებთან და ამ კომუნიკაციის შედეგად ჩვენ დავასკვენით, რომ ძალიან დიდი არის შესაძლებლობა და ფაქტიურად ისინი ადასტურებენ კიდევაც იმას, რომ მოსმენები გრძელდება. მაგრამ არის შესაძლებლობა. არა, აქ არის საუბარი არა მხოლოდ შესაძლებლობაზე, არამედ იმაზე, რომ რეალურად იმის გამო, რომ მათ შორის არჩევნების შემდეგაც განსაკუთრებული და რაღაც გარკვეული მოთხოვნები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ანუ მათ კიდევ მოსთხოვეს იმგივე ფორმატში ურთიერთობა, რა ფორმატშიც ისინი ურთიერთობენ 9 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას. პირდაპირ იყო ამაზე საუბარი. მათ თქვეს, რომ ამის შემდეგ მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ სხვა ფორმატში გადაეტანათ ურთიერთობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თუმცა კომუნიკაციის შედეგად ეს ვერ მოხერხდა. ამაზე საუბრობდა ჯეოსელის აღმასრულებელი დირექტორიც ერთ-ერთ ჩვენს ღონისძიებაზე, როდესაც მან თქვა, რომ მისი ძალიან დიდი სურვილია ის კომუნიკაცია და ის თანამშრომლობა, რაც მას გააჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სხვა ფორმატში გადავიდეს. მეორე მტკიცებულება ამისა არის ის, რომ თქვენ უკვე ახსენეთ კიდევაც ის, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენი კანონმდებლობის გაუმჯობესებას გულისხმობს, უკვე 1 წელია იმყოფება პარლამენტში, მისი მოსმენები არ დაწყებულა, ანუ საკომიტეტო მოსმენები არ დაწყებულა და შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს სურვილი, რომ და არა ვთქვათ, რომ პოლიტიკური ნება არ არის ახალ ხელისუფლებაში, თქვენ ამბობთ, რომ პოლიტიკური ნება, მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა დასახვეწია, მაინც შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური ნება იარსებობს, მაინც შესაძლებელია, რომ ის ურთიერთობა, რაც გააჩნია დღეს მობილურ ოპერატორებთან, სხვა ფორმატში გადავიდეს. ანუ აქ არის საუბარი შავყუთებზე, აქ არის საუბარი იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ავტომატური წვდომა ყველა ამ ინფორმაციაზე. ჩვენ რა თქმა უნდა არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუსტად 23,000 ადამიანს უსმენენ, ან 20,000, ან 17,500, ხო? ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ შესაძლებლობა არის და ზოგ შემთხვევაში ეს შესაძლებლობა გამოიყენება. ხო, რაც შეეხება ზოგადად კანონ პროექტს, აქ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა არ შეიძლება ვთქვათ, რომ აბსოლუტურად ყველა მართველი გუნდიდან ამ კანონ პროექტის მიღებას ეწინააღმდეგება. ნამდვილად არ არის ესე და არიან ადამიანები პარლამენტში, უმრავლესობის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს გვიწყობენ და რომელიც მართლაც საუბრობენ ჩვენთან და მაგრამ არა, აქ არის საუბარი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, საუბარი არის სამართალდამცავ ორგანოებზე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ კანონ პროექტის განხილვების დაწყებას. მთავარი სამართალდამცავ ორგანოს წარმომადგენელი ჩვენთან არის ბატონო ლევან. თქვენ შეგიძლიათ გადაჭრით თქვათ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012 წლის ბოლოდან უკანონო მოსმენები საქართველოში აღარ ხორციელდება. რა თქმა უნდა.
მოდით მე ყველა ასპექტზე, რომელიც ქალბატონმა ეკამ წამოჭრა, მინდა დეტალური პასუხი მივაწოდო საზოგადოებას, так საკმაოდ რო გვექნება იმისთვის, რომ გავარჩიოთ ვინ არის ტყუანი და მართალი. მოდი ჯერ ორიოდე სიტყვით არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო უგულავას პოლიტიკურ განცხადებებზე ამ ფორმატში საერთოდ რატო ჩაჯდა მისი განცხადებები ამასაც ვერ ხვდები აქტუალურიდან დაკავშირებული უბრალოდ მინდა ურჩიო მას და ყველა მის თანაგუნდელს რომ გაემიჯნოს იმ წარსულს და გააკეთონ პოლიტიკური განცხადება და საზოგადოებას ბოდიშიც მოუხადონ, იმიტომ რომ 1 ოქტომბერი მათთვისაც ახალი დასაწყისია. ამიტომ ჩვენ მე არ ვაპირებ აქ წარსულზე ბევრ საუბარს, როგორც მან ბრძანა, მაგრამ მან მაინც და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა აი 38,000 ფაილისთვის, უკანონო ფაილისთვის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში აღმოჩნდა, რომელიც ადასტურებს, რომ თითქმის ნახევარ საქართველოს თუ არა, სრულიად საქართველოს ალბათ აკონტროლებდნენ და უკანონო ერთი საფუძველიც ვერ აღმოჩნდა კანონიერი 28,000 ფაილიდან, ამას ანგარიშიც წაიკითხავთ. აქედან გამომდინარე ურჩევდი მას როგორც მოქალაქე და არა პოლიტიკურ მოწინააღმდეგ, რომ ამ წარსულს გაემიჯნოს და ბოდიში მოუხადოს იმ თანაგუნდელი ვთქვათ თუ თვითონ როგორც მსხვერპლად ასაღებს თავს რაშიც ძალიან დიდად ვეჭრობ რომ ინფორმაცია არ ქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ანგარიში დავდეთ რომ ეს იყო სახელმწიფო დონეზე ინსტიტუციონალიზებული თუმცა გიგიკულო მისის თქვა რომ ეს იყო მანკიერი მხარე რომელიც უნდა გამოსცადოს ბოდიში მოიხადონ ამ მანკიერი ხარის იქნებ გაემიჯნოს პირადად თვითონ მის თანაგუნდელებთან ერთად. ეხლა მოდით კომენტარი გაქვთ იმ ფაქტებზე რომელიც დაგისახელა ეკაკი გავხსნა. ძალიან ესე იგი მე როდესაც ამ ლოგოს ვკითხულობ და იქვე ჩნდება რა თქმა უნდა ყველა კანონი და ყველა უფლებას რაც ეხება ინიციატივა ბუნებრივი ადამიანს ეხება და მოქალაქეს ეხება, მაგრამ იქვე როდესაც ხდება ასეთი ჩანაწერი რომ ისევ გვისმენენ ეს სერიოზული ბრალდებაა რომელიც პირდაპირ ჩვენ სამართალდამცავების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული, პირდაპირ ბრალდებაა რომ დანაშაულის მიმართ და ეს პირდაპირ ცილის წამებაა. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით გამოხატოთ, მაგრამ ისევ, როდესაც წარსულზე აპელირებთ და ასეთ განცხადებებს აკეთებთ, ეს სერიოზული ბრალდებაა და მე ვთხოვდი აქ წარმოდგენილებს დაასახელონ ფაქტები, იმიტომ რომ ვარაუდი ქალბატონმა ეკამაც თქვა, გვაფიქრებინებსო სიტყვა თქვა შეგრძნებაზე კითხეთ თქვენ. სწორედ რომ ვარაუდზია საუბარი და არა კონკრეტულ ფაქტებზე, ის რა ფაქტებიც დაასახელა, ეს სწორედ რაღაც თქვენი ანუ ვარაუდის საფუძველს გიქმნით, თორე არა კონკრეტული ფაქტები და ახლა აგიხსნით თქვენაც ბრძანეთ. ესეთი მეორეც იმ კომისიის ფარგლებში მე ძალიან მიკვირს ჩვენ როდესაც კომისიაში პირიქით ხელი გამოგიწოდეთ თქვენი თანამშრომლობა ვისურვეთ და შემოგთავაზეთ, ერთხელ არ დაგისვამთ კითხვა და ერთხელ არ გაგიცხადებიათ ბრალდების ტონით თუ გინდ ისიც რომ თქვენ ისევ გვისმენთ. თქვენ ეს მხოლოდ საჯაროდ გააკეთეთ მარტის თვეში და მარტის თვეზე მე აქცენტ სხვა რაღაც ასპექტში გავაკეთე. ამის შესაძლებლობა ხო გქონდათ რომ იქ სადაც ჩვენ მაგიდაზე ვიჯექით ერთდროს 3 საათი გეთქვათ პრეტენზია და არა პიარ აქციებით დაგვეწყო ერთმანეთის ლანძღვა, ეს ერთი. მოდი ახლა ჩავყვები თითოეულ ასპექტს. მომცემთ საშუალებას, იმიტომ რომ ამაზე ძალიან დეტალურად მოგვიწევს საუბარი. თქვენ ამტკიცებთ ქალბატონო ეკა რომ ოპერატორებისგან გვაქვს ინფორმაცია, მინდა ეს კონკრეტული ინფორმაცია, იმიტომ რომ თქვენვე აკრიტიკებთ შემდეგ არსებულ რეალობას, რომ ოპერატორს არ აქვს წვდომა იმ სერვერებთან. მაშინ როგორ გითხრათ ოპერატორმა, რომ აქვს ინფორმაცია, როდესაც მას ამის შესაძლებლობა არ აქვს? მითხარით ეს კონკრეტული კითხვა, ძალიან სერიოზული კითხვაა, იმიტომ რომ ოპერატორი ამას ვერაფრით ვერ გეტყვით, იმანაც ეთყობა შეგრძნებები და ვარაუდით გითხრათ, როგორც თქვენ ასაბუთებთ, ეს მეორე. მე ასევე რაც შეეხება კანონ პროექტს, მე ვიყავი პირადად ასევე როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, პირადად პირველი მოწინააღმდეგე იმ ინიციატივისა, რა ინიციატივიც ჰქონდა, თქვათ არასამთავრობო სექტორს ბატონ ტუღურს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, რასაკვირველია ძალიან დიდი შრომაა ჩადებული და ვაფასებ ამ შრომას და მის კეთილგანწყობასაც, აი ამ კეთილსურვილებსაც, მაგრამ იქ იყო ჩანაწერები, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას, აი კერძოდ, მოდით კონკრეტულად რო ამიტომ ჩვენ ბუნებრივია ქონდა კრიტიკა და ბუნებრივია ჩვენ ამ პროცესისგან არ გავთიშულვართ, არ გვითქვამთ უარი პროცესზე, კი ბატონო ვიმსჯელოთ და
ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე ადეკვატური დაადასტუროთ, რომ არანაირად ახაც წინააღმდეგი ექსპერტი ჩამოსული გერმანიიდან ალბრეხტი, რომელსაც თვითონაც შეხვდნენ, მეც შევხვდი, რო არ მქონოდა სურვილი პროცესის ჩართულობის, უნებრივი ვერ შევხვდებოდი. და იქ სწორედ იმ ადამიანმა გააჟღერა, აი სწორედ მისი ჩართულობა იყო ჩემთვის იმის გარანტი, რომ დობის ხარისხი გაზრდილიყო მათ შორის არაბსავტოურობო სექტორის მხრიდან. კერძოდ მან თქვა, რომ არ ესმის რა არის შავი ყუთის თემა. იმიტომ რომ ყველგან დემოკრატიულ სახელმწიფოში პროვაიდერი ვალდებულია და მე აქ წამოღებული მაქვს კანონები და ინტერესის შემთხვევაში მოგაწვდით გერმანიაში ტელეკომუნიკაციების კანონის 100.000 მუხლი პირდაპირ ავალდებულებს. ის კი არა თავისი ხარჯებით რო შეიძინოს სერვერი და დააინსტალიროს და ამ ინიციატივაში კი ეს შესაძლებლობა საერთოდ იყო ამოღებული. ანუ პრაქტიკულად ქვეყნის უსაფრთხოება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ეს ერთი და დავასრულებ. დაგიბრუნდებით მე რა თქმა უნდა. რაც შეეხება ავტომატურ წვდომას, ის რომ არსებობს შესაძლებლობა წვდომის ჯერ კიდევ არ ნიშნავს ავტომატურად ჩართვას. ბუნებრივია კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ჩართვას და მხოლოდ მისი ბრძანების საფუძველზე და პროკურორის შემადგენლობით და რიგ შემთხვევებში გადაუდებელ შემთხვევაში 12 საათი. ასე რომ არაფერი ისეთი თუმცა როგორც გითხარით პროცესში და სხვადასხვა მოდელებზე განსაკუთრებით კონტროლის, მონიტორინგის, გამჭვირვალობის კუთხით შეიძლება ვიმსჯელოთ და მე გეტყვით სხვადასხვა კონსულტაციებში შევალ, თუმცა ეს ჩვენ არ გავახსენებთ ბატონო ლევან, მე დაგიბრუნდებით აუცილებლად მეც ამას გულისხმობდი სწორედ რომ თავისთავად ტექნიკის არსებობა არ გულისხმობს ავტომატურად მოსვლას. ეს მაქვს სახლში ძველი დინგების ციფრების დასაკრავი, რომელსაც წლებია უკვე აღარ ვიყენებ, მაგრამ დგას მუშაობს. ძალიან კარგად. განსაკუთრებია, ქალბატონ ეკას უნდა რომ უპასუხოს და შემდეგ გადავალ მელაშასთან. ანუ პირველ რიგში ძალიან ბევრი თქვენი არგუმენტი გვახსენებს, ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო გამჭვირვალობას ახსენებს 2012 წლამდე პერიოდს, როდესაც ჩვენ პირველად გავაჟღერეთ ეგრეთ წოდებული შავი ყუთების თემა და როდესაც ჩვენ გვიპასუხეს, რომ თქვენ ვერ დაგვიმტკიცებთ, რომ ჩვენ ვუსმენთ ადამიანებს და ამის შემდეგ მტკიცებულებები კი მივიღეთ. თქვენ როგორც ახსენებთ 28 წაიკითხეთ ჩვენი ანგარიშები და ნახავთ რომ 2012 წლამდე საუბრობდით ჩვენ ამაზე. რაც შეეხება გიპასუხებთ ერთი წამი შეიძლება დავასრულოთ და რაც შეეხება იმას დავაყენეთ თუ არა მოსმენების საკითხი იმ კომისიაში. ნუ პირველ რიგში ამ კომისიის უფლებამოსილება ეს არ იყო არსებული პრობლემების გადაცემა. მეორე ის მაგ დროისთვის უკვე კანონპროექტი ინიცირებული იყო პარლამენტში და შესაბამისად თქვენ უკვე იცოდით რომ ეს იყო პრობლემა და ჩვენ ამ კანონპროექტის მიღება გვინდოდა. ერთი. მეორე, როდესაც საუბარი იყო უკვე იმ ანგარიშზე, რომელიც გამოქვეყნდა თვითონ ამ კომისიის მუშაობის შემდეგ, რომელიც შეეხებოდა იმ 28,000 ფაილს, ხო? აქ ჩვენ საუბრობდით იმ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომელიც უნდა ასახულიყო ამ ანგარიშის ბოლოს. და თქვენი მოსაზრება იყო, რომ ეს უნდა ყოფილიყო ზოგადი და არა ისეთი, რაზეც საუბრობს ადამიანის უფლებათა კონვენციები და ის აღიარებული პრინციპები და აღიარებული პრინციპები, რომელიც არსებობს ზოგადად, თქვენ ეწინააღმდეგებოდით ამ კონკრეტული რეკომენდაციების ჩაწერას და ასევე, როდესაც საუბარი იყო მეთოდოლოგიაზე, ანუ რა მეთოდოლოგია გამოიყენებოდა და რა მეთოდოლოგიას გამოიყენებდა წინა ხელისუფლება იმისთვის, რომ შეეგროვებინა 28,000 ფაილი, იქიდან ამოიღეთ მიყურადება და ამოიღეთ თვალთვალის მეთოდები. ანუ იქ იყო რაღაც მინიშნება, რომ სხვა მეთოდების გამოიყენებოდა, ეს იყო ეს რაც შეეხება პროვაიდერებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც არა ჯეოსელმაც და სხვა კომპანიებმაც, ანუ მათ გითხრეს, რომ როდესაც მათ ისურვეს არჩევნების შემდეგ, რომ აი ეს ავტომატური წვდომა არ ყოფილიყო და ეს მოითხოვეს, ამაზე მათ უარი მიიღეს. აქედან გამომდინარე მათ თქვეს, რომ ესე იგი ისინი გამოიყენებენ. თქვენ ასახელებთ ჯეოსელს, მაშინ გითხარით სხვა კომპანიების სახელებს. ყველა სხვა კომპანიიდან გვაქვს ეს ინფორმაცია. ყველა და მათ შორის ეს ტექნიკური პერსონალი არის ჩართული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც არის შექმნილი საქართველოს პარლამენტში და იქიდანაც გვაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ ესენი არიან ტექნიკოსები და ზუსტად გვაწვდიან ინფორმაციას თუ რა ტიპის წვდომა შეიძლება ქონდეს. მოდით მე ყოველ შემთხვევაში და გადმოვალ ბატონ ლაშა შემდეგ თქვენთან შემიძლია მაგალითად მაქტიკომის განცხადება წავიკითხო მაყურებლისთვის, რომელიც მან ნეტგაზეთთან საუბრისას გააკეთა მაქტიკომის წარმომადგენელმა.
ამ განცხადებაში ნათქვამია ასეთი რამე. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მაგტიკომის მხრიდან მოსმენა არ ხორციელდება, მაგტიკომს მოსმენის ტექნიკური საშუალებები თავად დაყენებული არ აქვს და არც წარსულში ჰქონია. ასეთია განცხადება. რა თქმა უნდა, მაგაზია გიორგი საუბარი. თავად არ აქვს დაყენებული, მაგრამ შინაგანსაკუთრების მე თქვენთან და გიორგი ლაშა ხელმძღვანელის განცხადებას დავამატო. მაგას ორი ოდესით კერძოდ სატელეფონო კომუნიკაციის ოპერატორები ვალდებული არიან ეროვნული უსაფრთხოების მიზნით ითანამშრომლონ შესაბამის ორგანოებთან. თუმცა ანუ პრეტენზია თუმცა არა სად არის ეს განცხადება მანახეთ რა სად არის თუმცა შევხვდები მე ბატონო ლევან პროვაიდერს და მითხრას რომ აი ასეთ ფაქტს აქვს ადგილი ბატონო ლევან მეც გავაცნობ მაყურებელს ჯეოსელის ხელმძღვანელის კიდევ ერთ განცხადება სადაც ის ასეთ რამეს ამბობს თვალთვალის ეს ფორმა ჩემთვის მიუღებელია და სასურველია რომ კანონმდებლობა ქვეყანაში შეიცვალოს მაგრამ თუ თვალთვალი ქვეყანაში დღესმოქმედი კანონმდებლობით ხდება ჩვენ მას უნდა დავემორჩილოთ კანონ პროექტის ერთ-ერთი ავტორი ლაშა ტუგუში ჩვენთან იმყოფება და მე სწორედ მას მინდა ვკითხო ბატონ ლაშა 21 საუკუნეში ნუ ამაზე ყოველთან ყოფით მოსმენები ხდება ცივილიზებულ ქვეყნებშიც ვიცით ჩვენ ეს და ამას ისინი ხსნიან იმითი რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმი თქვენთვის არის ეს არგუმენტი აი სწორედ უსაფრთხოებაზე იყო საუბარი მინისტრის მოადგილის მხრიდან როდესაც არსებობს დანაშაული, არსებობს გამოძიებას და ხა გამოძიება გულისხმობს პარულ საგამოძიებო მოქმედებებსაც. უბრალოდ აქ ლაპარაკია სტანდარტებზე და ეს სტანდარტები არ უნდა იყოს მე-19 საუკუნის დროინდელი და არ უნდა გავდეს კანონები. მე მიმაჩნია რომ ჩვენი კანონები არის ძალიან მოძველებული. არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს, არ არის ევროპული სტანდარტი და ესეა იგივე რაც ბატონმა ლევანმა ბრძანა, იგივე პროფესორი, ძალიან ცნობილი პროფესორი ალბრეხტის დასკვნიდანაც კარგად ჩანს ის უჭერს ხარს თითქმის ყველა პუნქტში დადებითად აფასებს იმ კანონ პროექტებს, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ პარლამენტში ხარ. ის არის ცნობილი არა დასკვნა ის მოვიდა რომ ინფორმაცია მიიღო ბოდის ვიხდი რომ გეჭრებით მაგრამ იქნებ სწორი ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას თქვენ არიცით არა გაქვთ ინფორმაცია ეთყობა იქ გერმანიაში ვერ მიწვდით მოსმენების კუთხე-ხუმრებით ხადია ეს ცოტა უხეშხუმრობაა გეთახმებით მაგრამ არსებობს მასა აქ შეხედულება და შავყუთებსაც შეეხება ბოდიშ და ამბობთ თუ აღასტურებს რომ მართლა ისმინება მაშინ საზოგადოებამ განსაკუთრებით არ გაწყვეტინებდით მე თქვენ რაც შეეხება შავყუთებს თქვენ მე მგონი ის გაგიგიათ ჰამერბერგი გაგიგიათ ხომ მასა აქ ეს ტერმინი გამოყენებული მის დასკვნაში თუ თქვენგან მიკვირს რომ სამბობთ რომ გაუგებარია თურმე რა არის შავყუთი ჰამერბერგის ის თუ არა გაქვთ შემიძლია გამოგიგზავნოთ ამიტომ რა არის შავი ყუთი ყველა მიცის მე მგონი და მიკვირს როცა თქვენ ამბობთ რომ არის და ეს რაზე აქვს საუბარი საუბარი იმაზე რომ დასავლური სტანდარტი შავი ყუთი დასავლური გეუბნებით და ამიხსენით კი ბატონო აგიხსნით ძალიან სასიამოვნო მადლობთ ბატონო ლევან ესე იგი შავი ყუთი არის რა როდესაც თქვენ გაქვთ წვდომა ინფორმაციაზე თავად კომპანიას და ესე იგი მთელს ევროპას ქონია შავი ყუთი მაშინ დამოკიდებულება ევროპას არ აქვს შავი ყუთი რომელსაც პატივისცემით მოიხსენიეთ ამბობს რომ არ ვიცი რა არის შავი ყუთიო კარგი მოდი დავასრულებიეთ ბატონო ვერ გაიგეთ და მაშინ ხელახლა აგეხსნით კი ბატონო ესე იგი ევროპაში არის სხვა სტანდარტი როდესაც შინაგან საქმეთა ორგანოების წარმომადგენელი მიდის იქ ატყობინებს და გარკვეული პროცედურები ტარდება და ეს კომპანიები არიან საქმის კურსში. აი ეს არის სტანდარტი ევროპული. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში არის განსხვავებული პოზიცია, განსხვავებული სტანდარტი, განსხვავებული პროცედურები, რომელიც არის დადგენილი კანონით. საქართველოში არის სულ სხვა პროცედურები, ისე როგორც არის რუსეთში,
და სხვა ესეთი ტიპის ქვეყნებში კი ბატონო აი სწორედ ბატონმა ალბრეხტმა თქვენ გერმანული მე მგონი იცით შეგიძლიათ მიწეროთ მან თქვა რომ აქვს დაცული და ასე რომ ადვილად მოიპოვეთ ინფორმაცია შეგიძლიათ ბატონ ალბრეხტს კითხოთ და ის გეტყვით რომ მე დაგიბრუნდები ესეთი სისტემა არც ერთ ქვეყანაში ევროპულ ქვეყანაში ეხლა გავაშალეთ თუ შეიძლება რაღაცას ვიტყვით ბატონ ბოდისგიხი ძალიან მოკლედ ხხოვთ და მე მინდა რომ სწორედ ამ პროცედურებზე ვისაუბროთ მე მინდა რომ პრობლემა ჩვენ ცოტა ფართოდ შევხედოთ და ძალიან არ მინდა ისე გამოვიდეს თითქოს ჩვენ ვაგრძელებთ იმ პათოს და იმ ტენდენციებს რაც აქ ბატონმა მერმა ბძანა ამაზე აუცილებლად დაგიბრუნდებით მე მინდა ეს არის არ მინდა რომ საზოგადოებას დარჩეს გამოსtildeება თითქოს ჩვენ რაღაცნაირად იმას ვაპროტესტებ და არ გვინდა რომ ის სტანდარტი იყოს ეხლაც აი ეს არის სტანდარტებზე სასაუბროთ მინდა მე უკვე დეპუტატებთან გადავიდე ერთსაც ვიტყვი ბატონო ბოდისგიხით რა მე დაგიბრუნდებით არ არის ეს თქვენ ბოლოს მინდა გითხრა რა როდესაც ეჭვები ჩდებოდა ძალიან მნიშვნელოვანი არის რა იცით ბატონ ლევან რამდენი ყოფილი თანამშრომელი მუშაობს ვინც ეს პრეტენზია არ გითქვამ თუ არ თქვათ ეხლა კომისიაზეო რამდენი თანამშრომელი არის დარჩენილი რომელიც ჩადიოდა იმ უკანონობას გეკითხებით თქვენ არის ხო ამაზე საუბარი ამ თემაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ არის დარჩენილი სამართლიანო ხალხი რა რომელიც ამას აკეთებდა რატომ სამსახურში გეკითხებით წინასწარ ნათლისმხილველი ხო არა ვარ გამსაზრო ვინ არის ჩართული ვინ არა პროკურატურას გადავდოთ თქვენი ხელით ხო გადაეცით გამოძიებისთვის ის ფაილები და გამოძება თქვენმა წარმომადგენელმა არც მოიცადეთ პროკურორმა ერთი წუთით მე დამანთავრებინე ინფორმაცია თქვენ არიცით ვინ მუშაობდა და ვინ იყო წინა იმაში თქვენმა წარმომადგენელმა არ თქვა რომ კადრებში ჩანანო ის ადამიანებიო და ვინც ჩანს და გამოძიება მე რატომ ყავთ ის ხალხი ხო მაგას გეკითხებით აქეთ რომ გვიტევთ ბატონო ლაშა თქვენ გულისხმობთ რომ შეიძლება ამ ხალხმა თვითონ ისარგებლოს ამ ტექნიკით ისე რომ შეიძლება ხელმძღვანელმა მიუღებელია კანონ დამხვევი რომელიც აი ესეთ სიბინძურებში მონაწილეობდა და ვინც უნდა იყოს ის ხო თუ მონაწილეობდა ის ადამიანი უნდა გაუშვა სამსახურიდან საკმარისი დრო ჰქონდათ ბატონ ლევანს და სხვებს ის ადამიანები შეეცვალათ სხვა წესიერი პატიოსანი ხალხით ამიტომ არის ეს კითხვები რო ჩდება საზოგადოებაში და მე მგონია რომ ამის რესურსი აქვს ამ ხელისუფლებას მორალურიც და ყველანაირიც და გაეკეთებინათ ეს არის ერთ-ერთი პრეტენზია მე შემიძლია სხვაც გითხრა და იმედი ანუ თქვენთან დაგიბრუნდებით და შემდეგ სხვა არასამთავრობო ბატონო ლევან ბარემ აქამდე მოვისმინე, ესე იგი ყველაფერი ესაძლევს საფუძველს აქ წარმოადგენს საზოგადოებას, რომ ისევ ისმენენ, ხომ? აი რაც ფაქტი ვერ კონკრეტულად ბატონო ლევან დეპუტატებს მინდა მე სიტყვა მივცე. რაც ეხება კომენტარებს მე ვისაუბრებ. მოდით საკანონმდებლო ცვლილებებზე ვისაუბროთ, რომელსაც მოითხოვენ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორია კანონმდებლობა ახლა რა არ მოგწონს ამ კანონში და რა უნდა შეიცვალოს. ბატონ გიორგი თქვენგან დავიწყოთ, ქალბატონო ეტას თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ, რა თქმა უნდა. მდუმარეთ არ დავჭირდება. არა, რა თქმა უნდა, არანაირად. ბატონ გიორგი შევაწევ ასე რომ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მე მართლაც მინდა დავიწყო იქიდან რომ 2012 წლამდე ხდებოდა ეს მოსმენები ფაქტია ამის მტკიცებულებები დღეს აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც პროკურატურასაც და ეს აბსოლუტურად მიუღებელია არასწორია დანაშაულია ეძახიან არასამთავრობო თქვენ ეთანხმებით ამ დახასიათებას რომ ეს იყო მანკიერი პრაქტიკა რა თქმა უნდა ეს არის დანაშაული და მე იმასაც ვეთანხმები რომ ყველა ვინც მონაწილეობდა ამ დანაშაულში უნდა იყოს დასჯილი შესაბამისად და პირდაპირ ვამბობ თუ ბოდიშია მოსახდელი მე არ მსხვენია რომ ეს ბოდიში მოვიხადო თუ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ეს ხდებოდა ღია თუ ამობ აბსოლუტურად და მე აქვე მინდა ძალიან კონკრეტულად თქვა სამწუხარო ის არის რომ დღეს ეს ყველაფერი გრძელდება და ეს სიტუაცია არის როცა საუბარი ახლა შავი ყუთი არ ვიცი რა არის ეს მე მგონი ხა ცოტა არალოგიკურია ამაზე საუბარი ჩვენ უნდა ვისაუბროთ სად არის გამოსავალი წელიწად ნახევარი გავიდა რაც ახალი ხელისუფლებაა და არასამთავრობო ორგანიზაციები მათთან თანამშრომლობდნენ ჩვენ ნამდვილად არ ვიყავით ამ პროცესში ჩართული მესმის აბსოლუტურად რატომაც მაგრამ თანამშრომლობდნენ და საუბარი სწორედ იმაზე იყო რომ ახალი სტანდარტები უნდა შექმნილიყო დღეს ჩვენ ვსაუბრობთ რაზე მაგთის და ჯეოსელში და ბილაინშიც არის შავი ყუთები რომელსაც ვერ აკონტროლებს თვითონ ოპერატორი ამას აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ნებისმიერ დროს შეუძლია ათასობით ადამიანს პარალელურ რეჟიმში მოусმინოს სრულად უპრობლემოდ ხა როცა ვსაუბრობთ მტკიცებულებებზე ხა მართლა იგივე სიტუაციაა რომ ხა მტკიცებულებას როგორ უნდა მოუტანო ხა შეხوارზე ხარ მოსასმენ აპარატთან რა და ხა იმის ჭკუა ყოფნა
შექმნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება თუ პროკურატურა, როცა საქმე მიაქვს სასამართლოში და გამოძიებაში, იმას დაურთოს წინასწარ სასამართლოს გადაწყვეტილება. ხო, ჯამში არის საუბარი დაახლოებით 70,000 ადამიანის ერთდროულ მოსმენაზე, როცა ციფრებზე იყო საუბარი. 50,000 იყო მაგთიში, 21,000-ზე იყო საუბარი ჯეუსელში და ჯეუსელთან სავარაუდოდ ეს შემოხლა მოხდა იმის გამო, აი დავასრულებ უბრალოდ და რომ აპარატურის გაზდაზე იყო კიდე მე მგონი საუბარი რა, მაგრამ თავარი არის ახლა 70,000 კაცის მოსმენა, რაში გჭირდება ხა რა დანაშაული უნდა იყოს იმდენი საქართველოში. რომ ერთ-ერთი გამოსავალი არის არა მარტო კანონის შეცვლა, თქვა იქ მონიტორინგის მექანიზმი, არამედ არის რამოდენიმე მონტაჟი რომ აქ იყოს საშუალება რამდენი. მე გეტყვით რომ აქ უნდა იყოს კონკრეტული მექანიზმი, როცა მაგალითად ოპერატორთან თუ გინდა რომ მოусმინო ადამიანს, უნდა მიიტანოს სასამართლო გადაწყვეტილება, რომ მანაც იცოდეს რომ კანონიერად ხდება ეს და ასევე უნდა იყოს მონიტორინგის მექანიზმი აუცილებლად ჩართული ამაში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რაც აუცილებლად უნდა მოხდეს ამ შემთხვევაში, ეს არის რეაგირება გამოვლენილ ფაქტებზე. როცა ვსაუბრობთ რომ ფაქტი არ გამოვლენილაო, იგივე ხვედელიძის საქმე არის საქმე, სადაც მან უკანონოდ გაავრცელა ასე ვთქვათ, უკანონოდ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერები, ხო? მაგრამ არა, ერთი წუთით რეაგირების ქვეშ ერთი წლის მანძილზე რო არის მსგავსი ფაქტი, იმიტოა რომ იქ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ვინც მუშაობს, თანამშრომელი იმანაც იცის, რომ თუ პოლიტიკურად საჭირო გახდა მოსმენა მოусმეს და ის პატრონაჟის ქვეშ იქნება ხელისუფლების. კიდევ ერთხელ ვამბობ, მსგავსი პრეცედენტები როგორც ჩანს წინა ხელისუფლების დროსაც იყო და ეხლაც არის და ეს არის პრობლემა, რომ რეაგირება თუ არ იქნა შესაბამისი, დამერწმუნეთ რომ ხვალაც და ზეგაც ცვლილება იქნება ძალიან დიდი იმის რომ უკანონო ჩანაწერებს მოусმინონ. საბოლოო ჯამში მე ერთი რამ მინდა აბსოლუტურად ღიად თქვა. პოლიტიკური ოპონენტების იქნება თუ სხვების წინააღმდეგ ამ ჩანაწერების გამოყენება ეს არის მართლაც არა თუ არასწორი. წამგებიანია ეს აჩვენა ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში ხა 1 ოქტომბერს ამას პასუხი გაეცა, ღიად გეუბნებით რომ ამას პასუხი გაეცა. შესაბამისად მე ვფიქრობ რომ შეცდომას უშვებს ხელისუფლება თუ ფიქრობს რომ ამ მექანიზმით რამის კონტროლს შეძლებს ან რამის რამეში გამოყენება შეძლებს და უბრალოდ მინდა ბოლოს დავასრულო. ეს უკონტროლო მექანიზმი ისევ მივა იმ პრობლემებამდე რა პრობლემების წინაშე ჩვენ დავდექით. იგივე პრობლემებია. რამდენად თვლის რომ ეს არის შესაბამისად და რამდენად მისაღებია ეს არგუმენტები, რომელსაც ისმენს უკვე დიდი ხნის განმავლობაში ქალბატონი ეკა და აი ახლა თქვენი დუმილი დაირღვევა. თქვენ როგორ თვლით ქალბატონო ეკა, რა არის და რამდენად არის შესაძლებელი კანონში და რამდენად შეცვლის ეს მდგომარეობას? მინდა ყველას მოგესალმოთ მაყურებელს და სულ ერთი წუთით მინდა დაგაბრუნოთ იქ საიდანაც დავიწყეთ, იმიტომ რომ მინიმალური სტანდარტის დაცვა, ეთიკის და თანაბრობის მოითხოვს იმას, რომ როდესაც ადამიანი პირდაპირ ეთერში ზღვარგადასული ლანძღვით საუბრობს ადამიანებზე, რომლებიც აქ არ არიან და ბუნებრივი პასუხს ვერ გაცემენ, არსებობს რაღაცა წესი, რომლითაც არ ვიცი, რაღაც პასუხის გაცემა თუნდაც რაღაც დოზით საჭირო იყოს. მე მართლა წარმოუდგენელი თავხედობა მგონია, რომ ბატონი უგულავა დღეს საუბრობს არა იმაზე, რომ კიდევ ერთხელ მისცეს განმარტება იგივე თბილისელებს ის 50 მილიონის მითვისება, რომელიც მას ბრალად ედება, რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით, ის საუბრობს, რომ ეკითხებიან ნებისმიერ მსგავს ტიპის თემაზე, უჩა მამაცაშვილი რა სქემებს ალაგებს თურმე სადღაც და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე მას ელანდება. მე მართლა მგონია, რომ ეს არის სრულიად რაღაც წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობა, უბრალოდ მუდმივი ლანძღვა მისი მხრიდან და არა მაის იქ არ ვერ დავინახე ხა ამ თემაზე საუბრობ მოსულებმა, რატო ვისმენდით უკაცრავად ერთი წუთი მოითმინეთ, ახლა თქვენ ხო არ გერეოდით? მოითმინეთ რა, ბატონი უგულავას დაცვა თუ გნებავთ, შეგიძლიათ გააგრძელოთ იმავე ხმაში და თუთი კი არ ვილაპარაკოთ, თუ ხდებოდა მსგავსი რამ, რის გამოც დღეს შეიძლება ინერციით ეს საფრთხეები გვაიძულებდეს გარკვეულ პრევენციებზე ვიფიქროთ, თუ არა მართლა ხდებოდა უგულავას და მთელი თქვენი ხელისუფლების იმ პერიოდის განმავლობაში ვიცი რომ არ მოგწონთ, როდესაც ამ წარსულს გახსენებთ, მაგრამ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გარეშე არაფერი არ ხდება და იურისტებმა ყველაზე კარგად იციან, რას ნიშნავს, როდესაც რაიმე შედეგი დგება, მიზეზი კარგად გამოიკულიო და დღეს რა პრობლემაზე ვსაუბრობთ, ახლა გადმოვა სწორედ აქ, რომ რა პრობლემაზე დღეს ვსაუბრობთ, მე მაინც მგონია, რომ ეს არის აი ძალიან მძიმე წარსულიდან აი ეს ინერცია, რაღაც შიში ერთგვარი, რომელიც შეიძლება იყოს
მართლაც აი ამ პრევენციული ღონისძიებებისთვის мотиваცია. ანუ ჩემთვის პირადად ადამიანისთვის, რომელიც ვიყავი 14 წლის განმავლობაში უფლებადაცვის სფეროში და მე ხელისუფლებაში მოვედი სწორედ როგორც უფლებადამცველი. ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს სამოქალაქო საზოგადოება, რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები კონკრეტულ საკითხებზე, ასე ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. ეს არის ფუნდამენტური უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, დაცულობა იმ სივრცის, რომელიც შენია და უკანონოდ არავინ არ უნდა გერეოდეს და ამიტომ არ არის ჩემთვის სულ ერთი, როდესაც ხედავ იმ ადამიანებს, რომელსაც მე პატივს ვცემ, რომ არიან დღეს შეწუხებულები. ამიტომ ორ მაგათ რომ ამ კანონის მიღება ჭიანურდება. კანონდამდებისას ვიდრე კანონთან მივალთ და ბუნებრივია იმ კანონსაც სჭირდება ხელისშევლება ისევ როგორც ბევრ სხვა კანონს და ჭირდება კარგად მოყვანა შესაბამისობაში მოყვანა სტანდარტებთან. ბუნებრივია ამაზე არავინ არ დაუს, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა. მახსოვს ძალიან კარგად რომ აი როდესაც მე ვიყავი არასამთავრობო სექტორში და ყოველ მეორე დღე ან ყოველ დღე სატელეფონო ჩანაწერების დემონსტრირება ხდებოდა, აი დააკავეს კრიმინალური ჯგუფი და გვასმენინებდნენ ტიტრებით ჩანაწერებს და არასოდეს არავის განმარტება არ მოუყოლებია, არ უთქვამს ხელისუფლების არც ერთ იმ პირს, ვინც დღეს თუთი გველაპარაკება კიდევ მიუხედავად იმ 26,000 ფაილისა, რომ იყო თუ არა სასამართლო კონტროლის ქვეშ ის ჩანაწერები განხორციელებული. იყო თუ არა რაიმე სასამართლო მინიმალური კონტროლი დაცული, როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები იწერებოდა და იღებდნენ და ინახავდნენ. მაშინ მახსოვს, რომ რამდენიმე პრესკონფერენცია ჩავატარე და ვთქვი, რომ გვაჩვენეთ ეს სასამართლო გადაწყვეტილება, რომ გვაყურებინებთ ამ ფარულ ჩანაწერებს. სულიად სხვა საქმეზე, პოლიტიკურ ფიგურებზე არ იყო იქ საუბარი. არც ერთხელ არ მიმიღია პასუხი. ძალიან გული მწყდება, გიორგი, რომ არ მახსოვს არც ერთი გადაცემა მიგეძღვნათ ამ თემისთვის, როდესაც ყოველ დღე უყურებდით აი ამ ფარული ჩანაწერების დემონსტრირებას. არ მახსოვს სამწუხაროდ სამოქალაქო სექტორის, რომელსაც კიდევ ერთხელ ვამბობ, უდიდეს პატივს ვცემ, მათი აქტიურობა ამ თემაზე, ეს კამპანია მაშინ უნდა დაგვეწყო, როდესაც ყველამ ვიცოდით, რომ არათუ ვერ ვლაპარაკობდით თავისუფლად, საძინებელ ოთახებში ეყენა ფარული კამერები და ერთმანეთის აი ცოლქმრის კადრებს იღებდნენ და ამას ინახავდნენ. ჩვენ ნახეთ პარლამენტში კადრები, როდესაც სამეგრელოში სამალავები აღმოჩენილი და მე პირადად 3 წუთზე მეტი ვერ შევძელი ის კადრები მე ნახა, როდესაც მოიცად ერთი წუთი გამომძიებელი იღებდა მოქმედი საჯარო პირი 2 კამერით იმ საშინელებას, რაც იმ პირებზე იყო დატანილი და ეს ინახებოდა. თუ საჭირო ჩათვლიდან სასამართლოს ნებართვის მოპოვება და ამ ყველაფრის ისე გაკეთება. სასამართლოს ნებართვას არ იყო, არა, არ იყო ჩემო კამერა, არ იყო ახლა რანაირად. 2012 წელს ერთი წუთი და ბამშვიდი გიორგი 2012 წელს ცოტა არა, ბევრი უბედურებიდან მოვდივართ. ხოდა დღეს ეს უბედურება რომ გრძელდება, ამაზეა ლაპარაკი და დღევანდელზე ვისაუბროთ, ხო? არა, გავიგეთ, მაგრამ საინტერესო სტატისტიკა. აი სასამართლოსადმი მიმართვა ფარული თვალის და კონტროლის განხორციელებაზე. 2012 წელს იყო 11,580 მარტო ერთი წლის განმავლობაში ამ ეს შემთხვევა 11,580 დაკმაყოფილდა 11,551 ეს რაც იყო ოფიციალური მიმართვა. 2013 წელს 3,700-ია მიმართვა, დაკმაყოფილებულია 3,419. თითქმის ამას შემთხვევაზე მოსამართლეებს გაახსენდათ, რომ შეუძლია არაც თქვან. და ეს კარგია.
ეხლა დღეს მოდი გადმოვიდეთ მე ამ სტატისტიკაზე გავაცილებ საუბარი განსხვავება რა იქნება რამე შევეხო უკვე რა თქმა უნდა აუცილებლად მაგრამ ბარი მინდა გკითხოთ აი ამ თემაზე რაზეც თქვენ საუბრობთ განსხვავება რა იქნება მოსახლეობისთვის იქნება ეს სანქცირებული თუ არ იქნება სანქცირებული რამე შეგვიძლია საბოლოოდ თუ უსმენენ ათასობით ადამიანს რა იქნება საბოლოოდ მაშინ განსხვავება განსხვავება იმაშია რომ ჩვენ ყველამ ვიცოდით და ფაქტებით ვიცოდით ესე არ არის დღეს როგორც ვსაუბრობთ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა მინდა ეკას დაუდასტურო მაგრამ ნამდვილად შევალ მასთან ამ საკითხში პოლემიკაში იმიტომ რომ საფრთხეები შეიძლება ვარაუდის დონეზე გამოვთქვათ მაგრამ ფაქტებზე როცა ვსაუბრობთ მე არ ვიცი არც ერთი ეს კონკრეტული ფაქტი როდის განსხვავება რა არის ყველამ ვიცოდით რომ გვისმენდნენ ყველამ ვიცოდით რომ კონტროლის ქვეშ ვიყავით ხედავდით ამ ხალხს ვინც გვაკონტროლებდა ეს არ იყო რაღაცა X და Y ხედავდით ამას მაგრამ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებში თქვენ თუნდაც იმას გულისხმობთ რომ რაც ყოველდღურად ტელევიზიით გადიოდა და არა მარტო ტელევიზიით ვიცოდით რომ წინა საარჩევნო კამპანიის დროს გახსოვთ ჩანაწერები რომ გამოქვეყნდა და მოგვიანებით გამოძიებას დაიწყო როგორ აიძულეს ბატონი ივანიშვილის დაცვის წევრი და მას ხო გახსოვთ ეს ისტორია ხო ეს ძალიან კარგად ვიცოდით ყველამ დღეს როდესაც საუბრობთ ამ საფრთხეებზე მე არ ვიცი კონკრეტული ფაქტი ის რომ შესაძლებლობა თეორიული არსებობს და ლაპარაკობს ამაზე თუნდაც ჯეოსელის წარმომადგენელი ამაზე ვთქვათ ღიად ვთქვათ რას ამბობს ეს ადამიანი ვთქვათ არის ეს ფაქტები თუ არა ერთი კონკრეტული ფაქტი ვთქვათ და ვისაუბროთ არავინ არ დახუჭავს ამაზე თვალს არავინ არ დააფარებს ხელს და ფაქტები თუ არ არის აი როგორ მოიტანოს ახლა კიდე რაღაცა რა ჩვენს ავიდით სულ ახლა კიდე ერთხელ ხას უსვამ ძალიან ცუდი იყო ის პრაქტიკა რაც იყო მაგრამ ძალიან ცუდია რომ ეს პრაქტიკა გრძელდება თქვენი საუბარი მაშინ მე ერთადერთ რამეში ახლა ლოგიკა იცით რაშია რომ ჩვენ რო ტელევიზიით არ ვაქვეყნებთ ახლა ჩანაწერებს ხო ამიტომ მაგარია რა სისულელე იყო იმასაც გეტყვით ტელევიზიის ჩანაწერების გამოქვეყნება სისულელე იყო იმიტომ რომ ამას შექმნა ის განცდა რომ ყველას უსმენდნენ აბსოლუტურად ხო რეალურად ყველას უსმენდნენ ყველას ახლა ყველას ფიზიკურად ვერ მოუსმენთ 20,000 ფაილი არ ნიშნავს 20,000 ფაილი თქვენ რო გაქვთ ის ხალხი უნდა დასაჯოთ ის ხალხი რო ყველს ბარამიძე სადაც მოსახარჯის თანაშემწე ბარამიძე რომელსაც უთხრეს რომ ეს არის არასერიოზული მაგალითი მოსამართლის თანაშემწე ბარამიძეს რომელსაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები აჩვენეს არასერიოზული მაგალითი გამოიწვიეს არასერიოზული რა იმ თანაშემწე ქალთან არა ხო თქვი არა დაუდეს ამოსაცნობად ფოტოსურათები და მოიწვია არ გინდა ბოლომდე რომ მოისმინო და დაადო ხელი ფოტოსურათს იმ ადამიანს რომელიც ბოლო 4 წელი საქართველოში არ ყოფილა საქმის გამოძიება თუ გინდათ გამოიძიებდით ეს პრაქტიკა გამოსწორდეს თუ გვინდა რომ იყოს იგივე პრაქტიკა მე გეუბნებით რომ მე მინდა რომ გამოსწორდეს ქვეყანაში გამოსწორდეს და არ ქონდეს შესაძლებლობა უკანონო მოსმენების ხელისუფლებას პირდაპირ ვამბობ აპარატურის გაორმაგება და განახლებები სხვას არაფერს არ მინდოდა ხელისუფლება ამას აკეთებს ბატონო ვის საფუძველზე აცხადებთ რომ გაორმაგდა ტექნიკა თვითონ მობილური ოპერატორები ამბობენ რომ 50,000 შეიძლება პარალელურად კახა კოჟოძე და ბეკატორის სკანდალს შეგახსენებთ ერიქსონი ამ სკანდალში გაერყვა საერთაშორისო სკანდალს საერთაშორისო სკანდალში გიორგი რა გინდა ერიქსონთან რა მინდა ჯეოსელი არის ტელევიზორი რომელმაც შეიძინა ეს ყველაფერი ერიქსონისგან მე უბრალოდ გეუბნებით რომ გვინდა თუ არა ეხლა თქვენ ამბობთ რომ იცი რა ფაქტსანამ არ და როგორ უნდა დაგიდო ეხლა იქ მოსმენის ფაქტი მე ფაქტი ვარ მაშინ ვიჯები და თავიანთი მოსაზრება თქვენ არასამთავრობოებმა და მე ისევ გადმოვთქვენ გინდა 70,000 კომუნიკაცია მოსმენის შესაძლებლობა მობილურ ოპერატორებთან მაგრამ ამაზე რომ ვისაუბროთ იყო განცხადება ასეთი იმის შესახებ რომ ტექნიკა გაორმაგდა მოსასმენი გაორმაგების შესახებ მე არ ვიცი მაგრამ უმცირესობა მე არ მსმენია მაგრამ იყო თუ არა განცხადება არ ვიცი მე არ მაქვს პრეტენზია რომ რაც მე არ მსმენია ის არ მომხდარა რა მინდა პირველ რიგში თქვა ბატონმა ლევანმა საუბრის დასაწყისში აღნიშნა ის რომ გავარკვიოთ მტყუან მართალი მაგრამ მე პირადად მტყუან მართალის გარსაკვლევად არ მოსულ ვარ აქ მიუხედავად იმისა ჩვენ რომელ მხარეს ვხედავთ დღეს ჩვენ ყველას გვაქვს საერთო ინტერესები
რა არის ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ინტერესები? ეს ინტერესები არის ის, რომ ერთის მხრივ, რაზეც ბატონი ლევანი საუბრობდა და ამას არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, რომ ეს ინტერესი ნამდვილად არსებობს. გამოძიების ინტერესი, უშიშროების ინტერესი და ყველა, ვინც ამ კამპანიას უერთდება, რა თქმა უნდა, ამ ინტერესს ითვალისწინებს. მეორეს მხრივ, პირადი ცხოვრების დაცვის აუცილებლობაც რომ დგას და ეს პრობლემატური საკითხია, ამ საკითხზეც უნდა შევთანხმდეთ და ბატონი ლევანის დაგვეთანხმება, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არის მნიშვნელოვანი დასაცავი სიკეთე. ეხლა გადავიდეთ, ჩვენ შეიძლება განსხვავებული ხედვები გქონდეს აი იმ საერთო მიზნების მიღწევის გზაზე. და მოდი ეხლა განსაზღვროთ დღეს არის თუ არა ამ კუთხით რაიმე პრობლემა, ხო? ჩვენ ვსაუბრობთ ამ პრობლემას. ახლა თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ? თქვენ გეშინიათ რომ შეუძლიათ მოგისმინონ თუ თქვენ თვლით მოგისმენენ? გეტყვით მაგასაც. ეკამ ისაუბრა რითი შეიძლება დასაბუთდეს აი ეს ტერმინი ისევ გვისმენენ. მე გავაგრძელებ ამ დასაბუთებას და მე ბატონ ლაშა საუბრობდა აქ თომას ჰამერბერგის დასკვნაზე, მე ეს დასკვნა წამოღებული მაქვს, ძალიან მოკლედ ერთ წინადადებას წაგიკითხავთ. სადაც წერია, რომ საქართველოში მომუშავე ყველა სატელეკომუნიკაციო კომპანია იძულებული იყო ადრინდელ პერიოდზეა საუბარი, იძულებული იყო მიეღო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა პირდაპირ კავშირს მათ მომსახურებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. შემდეგ, ამ სისტემის მეშვეობით სამინისტროსთვის დღემდე ხელმისაწვდომი რჩება ყველა სატელეფონო ზარი, მოკლე შეტყობინება და ელექტრონული კომუნიკაციის სხვა სახეები. ბატონი თომასი ასევე საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელია ელექტრონული კომუნიკაციების მართვის მკაფიო რეგულირება და მონიტორინგი დემოკრატიული და სამართლიანი კონტროლის საშუალებით. ეხლა შეიძლება ვინმეს არც არასამთავრობო ორგანიზაციების შიშები მიაჩნდეს, ასე ვთქვათ, საფუძვლიანად და არც თომას ჰამერბერგის, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საფუძვლიანი კონტრარგუმენტები ამ სფეროში არ არსებობდეს, მაგრამ მოდი წავიკითხოთ ეხლა რა წერია ადამიანის უფლებათა სტრატეგიაში, ანუ იმ დოკუმენტში, რომელიც გუშინ უწყებაჩორისმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა. აქ არის ასეთი რამე მითებული. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ საჭიროებებსა და მთავარ გამოწვევებს ობიექტურად და კომპლექსურად ასახავს ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამერბერგის 2013 წლის ანგარიში. საქართველოს ხელისუფლება იზიარებს ანგარიში გამოთქმულ შეფასებებს და აუცილებლად მიიჩნევს გამოთქმული რეკომენდაციების შესრულებას. ანუ გუშინდელ უწყებაჩორის საბჭოს ხდომაზე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ძალიან კარგია, რომ ეს მოხდა. ერთხმად იქნა მიღებული, რომ ის კონკრეტული პრობლემები, რაც აი ამ ძალიან კარგ დასკვნაშია, კვლევაშია მითითებული, არის რეალური, ობიექტური, მიუკერძოებელი შეფასება ამ რეალობის. და ხელისუფლება გეთანხმება, რომ არის გამოსასწორებელი. ერთხმად აღიარებს ამას და რას თავაზობ ჩვენს და რას თავაზობენ ამ კანონპროექტის ავტორები. ამ კანონპროექტის ავტორები თავაზობენ მხოლოდ იმას, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს ისე, როგორც არის მოგვარებული აი ევროპულ ქვეყნებში, საერთკენ სწრაფად ჩვენ გვსურს. მხოლოდ ამის შეთავაზებაზეა საუბარი და ძალიან კარგია, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და იურიდიულმა კომიტეტმა დაახლოებით 9 თვის წინ, თუ არ მეშინავა დოლაშა, ერთხმად იმ საკანონმდებლო წინადადებას დაუჭირა მხარი, რომ განხილულიყო და ინიციატივა დაქცია. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ აი ამ ძალიან კარგი ნაბიჯის შემდეგ ამ ინიციატივად ქცევას არ მოხდა კონკრეტული განხილვები. ანუ ერთია ინიციატივად ქცევა, მაგრამ ამ 9 თვის განმავლობაში ამას უნდა მოყოლო და კონკრეტული განხილვები. რატომ არის ეს კამპანია, გეტყვით მაგას, ეს კამპანია რა თქმა უნდა საერთოდ არ დაიწყებოდა და არანაირი ლოზუნგები არ გაჟღერდებოდა საკანონმდებლო ინიციატივად ქცევას, რომ მოხოლო და განხილვები. რა თქმა უნდა შეიძლება იქ რაღაც ჩანაწერები ჩვენ გეტყვით. შეიძლება იყოს რაღაც ჩანაწერები იქ, რაც და არავის არ აქვს იმაზე პრეტენზია, რომ იდეალურია და იქ მძიმეს ჩასწორება არ შეიძლება, მაგრამ განხილვა უნდა მოხდეს. განხილვა უნდა დაიწყოს საკანონმდებლო. მოდიში კონკრეტულ მაგალითებს რაც შეეხება. გაგახსენებთ მე ასეთ მაგალითს გაგახსენებთ კი ბატონო ასეთ მაგალითს მაგალითად ბაჩუახალაიას კომუნიკაცია საშილახსოვრების დაწესებულებაში მის ადვოკატებთან და დეპუტატებთან
აი ამ კომუნიკაცია ამაზე გავრცელდა ინფორმაცია და იცით თქვენ ეს რომ მათი მოსმენა ხდებოდა. ხო იყო, მან იცოდა რომ ეს მიმდინარეობდა ჩაწერა და არა, მან იცოდა რომ ვიზუალური კონტროლი მიმდინარეობდა და არა ის რომ რასაც ის ეთყოდა ადვოკატს, დამცველს თუ დეპუტატს ხმის ჩანაწერი მოხდებოდა. ეს მე მგონი დამეთანხმებით რომ აბსოლუტურად სხვადასხვა რამე. ასევე საქართველოს დამცველმა სხვა ტიპის მოსმენებზე საუბრობთ მაინც აქ იგივე ხაზი გაუსვა იმას რომ მე მინდა აქვე ხაზი გაუსვა იმას რომ ეს კამპანია მხოლოდ მოსმენებზე არ კონცენტრირდება, აქ უფრო გლობალურ პრობლემაზე საუბრობ. ასევე არის კონკრეტული მაგალითები, აი საუბრობს ბატონი გელან ნიკოლაიშვილი, რომელიც თავის დაცვის ქვეშ ყოფ პირთან კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში აღნიშნავს იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანმა თავის მეგობარს დაურეკა ტელეფონით, რომ მის მფლობელობაში საკუთრებაში არსებული იარაღს გაუვიდა რაღაც შენახვის ვადა და მიდიოდა მის სახლიდან მოშორებით ამ იარაღის შენახვის ვადის გაგრძელების მიზნით. სხვა გარდა მოსმენისა სხვა საშუალება რომ გაეგო სამართალდამცა ორგანოებს ამ ინფორმაციის შესახებ არ არსებობდა და ის ადამიანი ქუჩაში დააკავეს და უკანონოდ იარაღის წარების გამო ასეთი ფაქტები არსებობს დაგიბრუნდებით როცა ჩვენთან მე შემიძლია საიასთან მომართვიანობაზეც კონკრეტული მაგალითები გითხრათ მოგვიანებით როცა მე ერთიანდება და დავამთავრებ როცა ასეთი კონკრეტული მომართვები არსებობს და ადამიანებს უჩნდება დასაბუთებული ვარაუდი ჩვენ რა უთხრათ რომ 1 ოქტომბრის მერე შეიცვალა სიტუაცია და მოდი მივენდოთ იმ თანამშრომლობის კეთილს ინდიცირებას რომ ეს აღარასოდეს აღარ მოხდება ეს რაციონალურ ეფიციენტობა ბუდისტური ხალვატონეკას მინდა უპასუხო იმასთან დაკავშირებით რომ არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ამის შესახებ არაფერი არ გაუკეთებიან არ არსაუბრონ მე მინდა როგორც გაუკეთებია არ ვიტყვა აბა როგორ ძალიან ხალვატონეკა მე ვთქვი რომ მაშინ როდესაც ჩვენ ვითხოვდით აი ამ სასამართლო გადაწყვეტილებებს და კონტროლი იყო თუ არა კონკრეტულ შემთხვევებზე მე არ მახსოვს იმ პერიოდში ზუსტად რომ ვინმე აუყვა ჩვენ ამ განცხადებების დროს რომ არ გახსოვთ ეს არ ნიშნავს ანგარიშები ძალიან ეს არ ნიშნავს იმას რომ საერთოდ არ გაუკეთებია მე სრული პასუხისგებლობით მინდა განვაცხადო და ხაზი გაუსვა რომ საია წლების განმავლობაში ამას აკეთებდა მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელები აქვს საიას მოგებული ამ პროექტის დახვეწის მიზნით არაერთი ცნობება აქვს შეთავაზებული განცხადებებზე და კომენტარებზე აღარ ვსაუბრობ უბრალოდ თუ მაინდა-მაინც ახლა განცხადებების წონაზეა საუბარი მე შემიძლია პასუხისგებლობით თქვა რომ ყველა ეს მოცულობა გასაგებია საია აკეთებდა და ახლა აკეთებს რომ ვახუშტის აღარჩება სასაუბრო დრო ვახუშტი რა უნდა მოხდეს იმისათვის რომ სიტუაცია უკეთესად გაკონტროლდეს როგორი უნდა იყოს რეგულაციები რომ ჩვენ მივახლოვდეთ საერთაშორისო სტანდარტებს ჩვენი ის მთავარი გზავნილი საზოგადოების მიმართ, რომელზეც იყო დღეს ძალიან ბევრი ლაპარაკი, ისევ გვისმენენ, ეხება არა მხოლოდ იმას, რასაც კოლეგებმა ისაუბრეს, რომ მოსმენა ხდება კანონის გვერდის ავლით და ის რომ პირდაპირ წვდომაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ოპერატორის გარეშე აბონენტი ისე რომ მობილურმა ოპერატორმა შეიძლება კი არ არის მობილურმა ოპერატორმა ამ ვის უსმენენ და როგორ უსმენენ და ასე შემდეგ ესა ჩვენ ვამბობთ რომ კანონის საფუძველზე როდესაც ხორციელდება მოსმენა მაშინაც ადამიანის უფლებების სტანდარტები ირღვევა იმიტომ რომ ჩვენი კანონმდებლობა არ შეესაბამება არც ჩვენს კონსტიტუციას და არც საერთაშორისო სტანდარტებს ამ ნაწილში და სწორედ ამაზეა საუბარი და მე საზოგადოებას შევეცდები დავანახო ბატონ მალაშა მე-19 საუკუნის წესები უწოდა ჩამოთვლით და საუკუნეებზე მე გადავთვალოთ სანამდე ჩავალთ პირველი არის ის რომ მტკიცების სტანდარტი როდესაც სასამართლო გასცემს ნებართვას მოსმენაზე არის ძალიან დაბალი. ეს მოსმენა უნდა იყოს უკიდურესი გამოსავალი, როდესაც სხვა ვერცერთი საშუალებით გამოძიება ვერ ადგენს იმ შედეგს, რაც მას სჭირდება. ამოდით კონკრეტულ შემთხვევაში ვისაუბროთ გიგი უგულავას და მისი შვილის საუბარი, რამდენად მისაღები მოგეწონა. აქეთ ჩემი პოზიციიდან ძალიან ძნელი შესაძლებელია, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ კანონმდებლობა არის იძლევა ძალიან დაბალ სტანდარტს და სტანდარტი უნდა აიწიოს, უნდა იყოს პროპორციული, ეს უნდა იყოს ვიწროდ მიზანმიმართული და უკიდურესი საშუალება. დანაშაულზე ან ძალიან მეორე ეს უნდა იყოს არა ყველა დანაშაულზე, არამედ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე. მესამე ეს უნდა იყოს სუბიექტების ზუსტად
განისაზღვროს და უნდა დავიწროვდეს სუბიექტების და ვიზე გავრცელდება ეს უკანონო. მესამე ვადა უნდა განისაზღვროს რა ვადით ხდება მოსმენა. დღეს შეიძლება ოდესღაც მოსმენა დაიწყოს ჩვენზე და დღესაც მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, საქმეს გამოძიებულია სასამართლო შედეგის დამდგარია, იმიტომ რომ არ არსებობს ვადა რა ვადითაც ეს ნებართვა გაიცემა სასამართლოში. ამ ვადის გასვლის შემდეგ უნდა ინფორმაცია მიეწოდოს ამ ადამიანს რომ მას უსმენდნენ. და ბოლო და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რომ ჩვენ არ ვიცით რეალურად ადამიანები არიციან მათ მიმართ განხორციელდა თუ არა მოსმენა, იმიტომ რომ არ ხდება ინფორმაციის მიწოდება. მეტიც ის ადამიანი ვის მიმართაც შემდეგ საქმეს ველობა მიეწერა სასამართლოში გადაინაცვლა კონკრეტულმა შემთხვევაში ის მეტ უპირატეს მდგომარეობაშია, უფრო კარგ მდგომარეობაში ვიდრე ადამიანი რომლის მიმართაც მტკიცებულებები არ შეიკრა. იმიტომ რომ როდესაც პროცესი დაიწყება პროკურორი ადვოკატს გაუცვლის მტკიცებულებებს და ეს ბრალდებული გაარკვევს რომ თურმე უსმენდნენ, მაგრამ თუ საბრალდებო დასკვნა ჩემზე არ დაიწერა, მაშინ მე არ ვიცი მისმენდნენ თუ არა. და მე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაზეც ეხა არ მოგვიწევდა მარჩიელობა, გვისმენენ, არ გვისმენენ, რამე კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, არ არსებობს. სასამართლოს მექანიზმი არის კონკრეტული შემთხვევის მექანიზმი. კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ახორციელებს სტანდარტების მისადაგებას და დაცვას ადამიანის უფლებები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება გლობალური მექანიზმი პრევენციის და მონიტორინგის. ანუ უნდა შეიქმნას ინსტიტუტი, ან არსებული ინსტიტუტები ადამიანის უფლებების დაცვის უნდა გაძლიერდეს და მათ უნდა მიეცეთ დაშვება იმისათვის, რომ განახორციელონ მონიტორინგი. აი მაგალითად ძალიან მარტივი მაგალითად პერსონალურ მოცემის დაცვის ინსპექტორს აქვს შესაძლებლობა ყველა დაწესებულება შეამოწოს როგორ მუშავდება პერსონალური მონაცემები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მან 3 დღით ადრე უნდა შეატყობინოს იმისათვის, რომ მართლა ეს ოპერატიულ სამსახურს არ ეხება ეს საკითხი, ზოგადად. ანუ სამართალდამცავი ორგანოები არიან სასათბურე პირობებში და ეს ხდება ჩვენი კონკრეტული მოქალაქეების უფლებების ხარჯზე. მადლობა, დაგიბრუნდებით. მე მინდა იმაზე ვისაუბრო, რომ ბევრი ადამიანი ყოველგვარი ინფორმაციის მიწოდების გარეშეც თulis რომ და დარწმუნებულია რომ მას უსმენენ და როდესაც ჩვენი განაცემის ანონსი გავიდა დღეს რუსთავი 2-ის ეთერში წერილი მივიღეთ სოციალური ქსელით ერთ-ერთი მომხმარებელი ჩვენი მაყურებელი ასეთ რამეს ხვწეს და მე მინდა ეს წავიკითხო შემდეგ დაგეთ თქვენთან გადმოვალ უკვე შეკითხვით. ჩემი ხმაც მიაწმინეთ ის გთხოვს მას ვისაც ეხება რომ ისმინება განსაკუთრებით ამ ადამ კომპანია დასახელებული ნომრები, მხოლოდ მეოთხე განხორციელებულ ზარში მესმის ხმა შედარებით წმინდად. ხშირია შემთხვევები, როცა ხმა საუბრის დაწყების დროს წმინდა და სადღაც 5 წამის მერე იწყებს ხმები გაორებას და შიშხინს. ან სულაც დარიყვისთანავე საუბრობ ასეთივე ხარვეზებით. როცა ანგარიშის შესამოწმებლად ვრეკავან ოპერატორთან, თქვენ წარმოიდგინეთ ზარის ხმა წმინდაა და არანაირი ხარვეზები არ არის. თუ მე ვწდები, სხვა აბა ეს რა არის? აი ესეთი ნიშნებით ძალიან ბევრი მეც ვიცნობ უამრავ ადამიანს, რომელიც ასკვნის და დარწმუნებულია რომ მას უსმენენ. სახალხო დამცველის აპარატი თუ იღებს ინფორმაციას იმის შესახებ მოსახლეობისგან რომ მათ უსმენენ. მადლობა რომ როგორც იქნა მომეცია თქვა. მოვედით თქვენამდე საშუალება. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ბუნებრივია ესეთი ფაქტები ვერ იქნება და გაიჟღერა არგუმენტებმაც, რატო არ იქნება ესეთი ფაქტები, იმიტომ რომ ადამიანებმა რომლებმაც გაიგეს რომ მათ უსმენდნენ ან ზოგადად ოპერატიულ სამძებრო ღონისძიება განხორციელდა მათ წინააღმდეგ, ну სავარაუდოდ ესეთი საქმე სასამართლოში იყო და ცნობილი არის. ამიტომ ძალიან რთულია ახლა ზოგადად ვისაუბროთ გვისმენენ თუ არ გვისმენენ. კონკრეტული ფაქტები ყოველ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატში მოსმენებთან დაკავშირებით ესეთი მომართვიანობა არ ყოფილა, მაგრამ მე აუცილებლად მინდა ვთქვა ზოგადი ჩარჩო რაც არის კანონმდებლობი და ასეთ ისე ვახუშტიმ ამაზე ისაუბრა, მაგრამ აქ არის ზუსტად მთავარი საკანონმდებლო რეგულაციები და ზოგადად ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შესახებ კანონი არის ნამდვილად ძალიან მოძველებული და აუცილებლად საჭიროებს ცვლილებებს. და თუნდაც ის ცვლილებები მე სპეციალურად წამოვიღე კანონი რომ ზუსტად ვთქვა, გასაგებია რომ აქ არის რეგულაცია, სადაც საუბარია რომ მოსამართლის ნებართვა სჭირდება, ვთქვათ იგივე მოსმენებთან დაკავშირებით, მაგრამ არის სხვა ბუნდოვანი ჩანაწერებიც, რომელიც აუცილებლად საჭიროებს შეცვლას და შეიძლება ვიდაოთ. აი მაგალითად მე-14 მუხლი, რომელიც ამბობს რომ სამართალდამცავ ორგანოებს უფლება აქვს სხვადასხვა კომუნიკაციების საშუალებებთან ჩამოთვლილი ძალიან კონკრეტულად კონდეთ მუდმივი მიერთების საშუალება.
თუმცა ეს წინადადება გრძელდება შემდგომ რომ მოსამართლის ვთქვათ კონკრეტული მითითება არის მოსამართლის ნებართვასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მუხლი უკვე იძლევა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას და შეიძლება მე დარწმუნებულია, როდესაც ეს ცვლილება შევიდა 2010 წელს ამ კანონში და იგივე ნებართვებთან დაკავშირებით 2010 წელს შევიდა ცვლილება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იურისტების მიერ დაწერილი კანონი არის უბრალოდ ეს ნორმები, რომ ეს ვთქვათ სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალება იყოს და გამოყენებული იყოს როგორც უნდა შეგნებულად არის ასეთად. შესაძლებელია ესეთი ინტერპრეტაცია ამას მეც. ამიტომ ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, თუმცა ძალიან ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი და მე შემიძლია წავიკითხო უბრალოდ ფრაზე, რომელიც ამბობს, რომ ჯერ როცა მთავრდება, რომ მუდმივი მიერთების საშუალება უფლებამოსილება აქვს და აღნიშნული მიერთების შედეგად და მერე გრძელდება. ამიტომ ესეთი დებულებები მინიმუმ ესეთი დებულებები უნდა შეიცვალოს ამ კანონში და ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი, რაზეც ვახუშტი მისაუბრა, მაგრამ აქ პრობლემა გვაქვს ძალიან დიდი ზუსტად აქ. არა მარტო მოსამართლეთან დაკავშირებით, არამედ როდესაც აუცილებლად თუნდაც ჯერ ერთი როდესაც მოსამართლის ნებართვა არის საჭირო, მაშინაც ნებართვა რა სტანდარტით გაიცემა, რეალურად სასამართლო არაფერს არ ამოწმებს. ვიდრე ჩვენ საუბრობთ იმაზეც, რომ ათასობით ადამიანს შეიძლება მოსმოს და ვახუშტიმაც ისაუბრა იმაზე, რომ უნდა დავიწროდეს იმ პირთაწრე, რომლებზეც უნდა გაიცეს ეს ნებართვა. შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებას სამართალდამცავ ორგანოებს შეიძლება დაჭირდეთ ათასობით ადამიანის ერთდროულად მოსმენა. ათასობით ადამიანის არც თუმცა ბუნებრივია ყველა აღიარებს მე მგონი ყველა ერთ აზრზე ვართ იმ კუთხით რომ ზოგადად გამოძიების ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი არის რომ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების განხორციელების საშუალება ჰქონდეს სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ და აქ იქნება ახლა 10 თუ 100 გააჩნია ხომ რა სიტუაცია შეიძლება ხა ათასობით ადამიანის ერთად მოსმენის აუცილებლობა არ არსებობდეს, მაგრამ აქ საუბარი არის იმაზე რომ ამაზე უნდა არსებობდეს კონტროლის ძალიან კარგი მექანიზმი. ის კომისია დიახ და ეს კანონი უნდა არეგულირებდეს. თუნდაც სასამართლოს ანმარტებაში ამას ვიტყვი, მაგრამ მე აღვნიშნავ ზუსტად ის კომისია, რომელსაც აქ იყო საუბარი, რომლის ფარგლებშიც განადგურდა ეს ჩანაწერები. იმ კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და იმედია, რომ დროზე გაითვალისწინებს ხელისუფლება, არის რომ უნდა არსებობდეს შიდა და გარე კონტროლის მექანიზმები ზოგადად აი ამ ფარულ მიყურადება და ჩაწერასთან დაკავშირებით და ალბათ ერთ-ერთი იგივე რეკომენდაცია იყო ზუსტად კანონ პროექტი, რომელიც შემუშავებული არის, რომ დროზე ამაზე პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს და გასაგები არის რომ იქ შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზები, მაგრამ აუცილებელია რომ საბოლოო პოზიცია და თუნდაც ის რომ 9 თვე ამ კანონის განხილვა არ დაიწყო, ფიქრობ რომ არის უკვე დაგვიანებული და სწორედ პარლამენტის წევრებს როდის დაიწყება და რატომ დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღვნიშნო. სასამართლოს კი ბატონო 11 სასამართლოსთან დაკავშირებით ხო რაღაც ყოველთვის სასამართლოსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ის რომ როდესაც სასამართლო კანონი პირდაპირ ამბობს ხომ სისხლის სამართლის პროცესი რომ ნებართვით უნდა სასამართლოს ნებართვით იყოს, მაგრამ გვაქვს გადაუდებელი აუცილებლობა, როდესაც ეს პოსტფაქტუმ ვთქვათ ადაზნებართვას აკანონებს სასამართლო. აი აქ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემა და ყველამ კარგად ვიცით რომ ოპერატიულ სამძებრო მიყურადება ვთქვათ იგივე ჩხრეკა ამოღება ძალიან ბევრ შემთხვევაში და ეს იყო წლების განმავლობაში და ეხლაც ესეა სამწუხაროდ რომ ხდება სწორედ გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და პოსტფაქტუმ მიდიან სასამართლოს და კანონების, მაგრამ ამის უფლებას კანონებზე და აქ პრობლემა არის ის რომ ან არა სასამართლოში რომელიც საქმეს მიდის მე რეალურად შემიძლია არ მინახავს საქმე სამართლებმა ისწავლის მაყურებელმა მისცირია მაინც რიცხვი უარი. ჩვენ საუბრობთ იმ შემთხვევაზე, როდესაც გადაუდებელი შემთხვევის გამო ვერ დაელოდება სამართალდამცველი სასამართლოს ნებართვას, ამიტომ ჯერ ახორციელებს მოსმენას ოპერატიულად და შემდეგ იღებს. მაგრამ აი ამ შემდგომ დაკანონების დროს რას ამოწმებს სასამართლო, ხომ? ყველა ტიპის ინფორმაციაზე უნდა გქონდეს სტომა, მაგრამ ეხლა თუ ჩავხედავთ ასეთი ტიპის განჩინებებს, იქ საუბარი არის მხოლოდ ძალიან ფორმალურად შაბლონურ დოკუმენტებზე, რომელსაც წარუდგენს პროკურატურა და რომელსაც შემდგომ სასამართლო თავისი განჩინებით ამტკიცებს. თუ ეს პრაქტიკა გაგრძელდება, ეს არავითარი ვთქვათ კანონი ამას უფრო გამოვიდა. ბატონო ლევან, თქვენთან გამოდივარ, იყო საუბარი იმაზე, არასამთავრობოებაც ისაუბრებს ამაზე ბატონმა გიორგიმაც, რომ შინაგან საქმეთა
ყველა სამინისტრო სტრუქტურებში უამრავი ადამიანი მუშაობს, რომელიც ჩართული იყო მოსმენებში მანამდე და ისინი ახლაც თქვენს უწყებაში არიან. აქედან გამომდინარე მაინტერესებს მე ვისთვის არის ხელმისაწვდომი ეს ტექნიკა. შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ ვიღაცამ ისარგებლობს მოსასმენი აპარატურით ისე, რომ თქვენგან თუმცა სასამართლოსგან ნებართვა არც იყოს. ყველა კითხვაზე და გამოთქმულ კრიტიკაზეც მინდა ამომწურავი პასუხი გაგცეთ და დამატებით თუ იქნა ბუნებრივია კითხვები და კრიტიკა ამას სიამოვნებით მივიღებ, თანმიმდევრულად გავყვები 2 წუთით მხოლოდ შევჩერდები იმაზე, რომ არსებობს ძალიან მარტივი გამოსავალი თუ პროვაიდერებს აქვთ გარკვეული პრეტენზიები და ფაქტები მობრძანდნენ, ეს არის მართლაც საერთო მონაპოვარი, რომ აქ უკვე სადაც მე პირველად ვიმყოფები რუსთავის ეთერში მობრძანდნენ ისინიც და ღიად დააფიქსირონ პოზიცია. ამისთვის მათ არავინ არ ზღუდავს და დღეს რომ ამ თემაზე თამამად და ღიად საუბრობთ, ეგ იმას ნიშნავს, რომ მათ ამის შესაძლებლობა აქვს. ეს ერთი მოდი. რაც შეეხება მტყუან მართალს, მტყუან მართალს შიშხინის ხარვეზები ეს მტყუან მართალი ერთად დავასრულებ და მე ყველა კითხვაზე მზად ვარ. ბუნებრივია აქ მე ეს პათოსი იმიტომ გავაჟღერე, რომ ისევ ისმენენო ასეთია მათი მოსაზრება ხო ასეა, თუმცა გაირკვა რომ არა პრაქტიკის მიმართ აქვს პრეტენზია, იმიტომ რომ ფაქტები ნამდვილად ვერ დასახელდა, არამედ გამოირკვა ლოგიკურად რომ თავარი პრობლემა ყოფილა კანონმდებლობა, ანუ ინიციატივა საკანონმდებლო, რომელიც თურმე 9 თვეა გაჩერებულია ერთ ადგილას. კი ბატონო, უკაცრავად 11 ყოფილა, თუმცა ხო, კი ბატონო. შემდეგ რაც შეეხება დავიწყოთ ახლა მართლაც ვარ თუ არა ასეთი მოწინააღმდეგე რაღაც ბოროტებს რახვებით და მართლაც მოსმენის мотиваციის გამო ვაკეთებთ ამ ანუ წინააღმდეგობას თუ არის რაღაც კვალიფიციური დასაბუთებული არგუმენტები. მოდით ახლა დავიწყოთ თუ არა ამ კანონის შეფასებით და ახლა ქრონოლოგიურად მინდა საზოგადოება მიცოდეს რას აკეთებდა უწყება, როდის ჩაერთო თქვათ ის ინიციატივა